პატარა პატარა ბიჭია ასწორებდასაკე აგე ხოლმე თუნხლა იგივე მეგონაცული ბრუსიკოლა აგრა რომ გავიზარდე პატა ლავსტეისაილე და შეგნები ხოლმე საჭიროა მიგივამ ასი ხოლმე სანიტარია და განათლები იგი დეპუტატი სარვა მათი დავა მოიოდა მუტია და კეთნას ისინიო ასპეციალური ბაზის ისლამურია სამიტანიურასო ინვესტორანტია იბრაიტის კონსერვაციის ფაქტიკურობა არც აღანტიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა არამედ სასანთლესა ზედა ნათობნიგი ყოველთა აკაკით სანთელს გავს ამური საუკუნის გასაყარზე მყოფს იშრომა იღვაწა იტრიალა დაიწვა და დაიხარჯა სხვებს კი ასწავლა როგორ შეიძლება სიდუხჭირში იარსებო და თან არ გაბოროტდე ანახ ადამიანებს ერთდროულად როგორ შეიძლება გეტირებოდეს მაგრამ მაინც იღიმოდე ან კიდევ არ უყვარდეთ აი შენ კი გიყვარდეს აკი უთქვამს რაღაც უცნაურ ერთობას ვხედავ სანთელს და ჩემს შუაო დიდი პოეტი სანთელი 1840 წლის 9 ივნის ზემოიმერეთში სოფელ ხვიტორში თავადი როსტომ წერეთლის ოჯახში ანთებულა განგებამ ყმაწვილს იმ თავითვე არაჩვეულებრივი გენია დაანათლა როგორც შემდეგ აკაკი იხსენებს მამა ძლიერი გონების ენამოსწრებული და ახირებული ხასიათის კაცი ყოფილა იგი ოჯახის საქმეებში არ ერეოდა თურმე იმიტომ რომ ყველაფერს აკაკის დედა ქალბატონი ეკატერინე აბაშიძისა ადევნებდა თვალყურს ზედმეტად მშრომელი და მუხჩაუხრელი ქალი ყოფილა არასოდეს ანებივრებდა შულებს ალერსითა და ხვევნაკოცნით აკაკი მის ხსოვნას მთელი სიცოცხლე სათუთად ატარებდა გულით წერეთლებს 5 შვილი ჰყოლიათ ანა დავითი იასონი იგივე ილიკო აკაკი და მავრა სავანე ერქვა იმ სოფელს, სადაც პატარა აკაკი ტრადიციებისამებრ გააძიძავეს. ღარიბი გლეხების, ფარსადან ყანჩაველისა და ძიძის, მანო სადუნიშვილის ოჯახში. 7 წლამდე აქ იზრდებოდა მომავალი პოეტი. მიაჩნდა რომ თუ კი რამ კარგი იყო მაშინ მხოლოდ იმიტომ რომ სოფელში, ამ ოჯახში გაატარა ბავშვობა და ადამიანობა მათგან ისწავლა. გიმნაზიაში რომ შევედი, გავცეცდი. იმდენი ბავშვი ერთად თავმოყრილი, ჩემს დღეში არ მინახავს. იხსენებს აკაკი. 1850 წლის დამლევი იდგა. იგი ქუთაისის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. აკატარებულ დღეებს მტანჯველს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს უწოდებს. მის მეხსიერებას მხოლოდ 2 კარგი მასწავლებლის სახელი შემორჩა: ტროე და როძიევიჩი. იგი ძმასთან ილიკოსთან ჩავიდა, რომელიც იმჟამად კანვოიში მსახურობდა. მან პეტერბურგის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩააბარა, ხოლო 1862 წლის მარტში დაასრულა გამოცდები და სამშობლოში დაბრუნდა. აქ იმერეთში გაიცნო ანასტასია, ანიჩკა ნიკოლაძე. როგორც მედროვენი ამბობენ, ეს იყო ქალსა და მამაკაც შორის მეგობრობის კლასიკური მაგალითი. შეუბრალავი გრძნობები, სუფთა და სპეტაკი ურთიერთობები. აი ყველაფერი ის, რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ.
აკაკის გადაწყვეტილი ჰქონია, რომ ცოლი არასოდეს შეერთო. თან უცხოელი, მაგრამ იგი წერს, რომ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია. ასე სრულიად შემთხვევით მის ცხოვრებაში შემოიჭრა ნატალია ბაზილევსკაია. ამ ქორწინებიდან ჰყავდათ შვილი ალექსი. მოფერებით მას ლიოლას ეძახდნენ. დედაშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მათ საქართველო დიდად არ იტაცებდათ. ნატალიასა და აკაკის ურთიერთობა მართალია სიყვარულით იყო შეკოწიწებული, მაგრამ მათი ოჯახური ცხოვრება ვერ დაეწყო. შვილი მუსიკალურ თეატრალური ანტრეპრიზით ყოფილა გატაცებული. დედაშვილი გამუდმებით მოგზაურობდა პეტერბურგიდან ხარკოვში, კიევში, რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში, ხან პარიზში, ნიცაში, ბერლინში, მილანში. გამუდმებით ვალებში მყოფი შვილის გამო აკაკი მზადაა მევალეების შემოტევასა და თავდასხმებს გაუძლოს და მოხჩაუხრელად იშრომას საკუთარი სისხლისა და ხორცის დასახმარებლად, მაგრამ უკვე რამდენჯერ მეორდება ყოველები. აკაკი უბინაოა, ნახევრად მშიერ წყურვალი. უფულო, უსახსრო, ბედისა და ღვთის ანაბარად დარჩენილი, არ დაკლებია სულის ტკივილი და მარტოობა, ფორიაქი და მიუსაფარობა. იგი წერლებში ამაოდ ეხვეწებოდა ცოლშვილს ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ეცხოვრა ცხვიტორში, ემუდარებოდა შვილს ესწავლა ქართული ენა. ოცნებად ექცა სიბერის წლებში მაინც ეცხოვრა ოჯახთან ერთად. იდეალური ნატაშასა და ლიოლას სიახლოვეს ეგრძნო თავი ბედნიერად. ნახევარ საუკუნეზე მეტი იყვნენ გვერდიგვერდ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო, განსხვავებული ხასიათის მიუხედავად საერთო საქმისათვის ერთ ძრახვაც შეკრებილნი. ბევრი სასიკეთო და ეროვნული წამოწყების მოთავენი იყვნენ. ქართველთა შორის წერა-კითხვის განმავრცელებელი საზოგადოება, ქართული თეატრის აღორძინება, ქართული სალიტერატურო ენის დაცვა და გამარტივება, ერთსულიერი მესაჭეობა და სამართლის სადარაჯოზე დგომა. მე ჩონგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურობდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა გულს სიწმინდით ახურებდეს. ქართული პერიოდის განვითარება, დროება. ცისკარი. მნათობი, ივერია, ფოლკლორული ნამუშევრების შეგროვება და პოპულარიზაცია. 1907 წლის 30 აგვისტოს ავაზაკურად მოკლულ 10 განსვენებულ წმინდა ილია მართლის სასახლის ქუჩაზე სასტუმრო კავკასიდან ხელით ჩამოყვანილი ავადმყოფი აკაკი მღელვარე სიტყვებით ეთხოვება, ბოლოს კი ატირებული მიაძახებს. მეც მალე მოვალ შენთან, ილია. დრო გადიოდა, მაგრამ პოეტი სულის მეგობარს ვერ პოულობდა. მარტოობის მუდმივი განცდა, თითქოს აიძულებდა ეძებნა ის, ვინც მას რაღაცით შეუმსუბუქებდა ამ ტვირთს, მეგობრულად გაუწოდიდა ხელს, ანუგეშებდა. ასეთად კი განგებამ საუკეთესო მეგობრის მეუღლე, ტასო ბაგრატიონ დავითაშვილისა მოულინა. ისინი წლების მანძილზე უხინჯად მეგობრობდნენ. ჯერჯერ იხსნია ამ ქალბატონს უკიდურეს დღეში ჩავარდნილი აკაკი, ვალად მოუწია თანხა ან სულაც უჩუქნია, უანგაროდ საზღაურის გარეშე. წუთისოფლით ამაოებით გაწამებულსა და ტასოს მივართ მადლით ახსავსე პოეტს ხომ არ წამოწდენია ღაღადებასავით ცნობილი სიტყვები. მაგრამ ზოგჯერ ჩუმტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება. ერთხელ იონა მეუნარგიას აკაკისათვის უკითხავს: შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო? გოსანს უპასუხნია: მაინც აკაკიო. 1908 წელს საქართველომ განუზომელი 8 წლისათვის დააფასა პოეტი და იუბილე გადაუხადა თბილისში, ქუთაისსა და ბაქოშიც კი. სამწელო მოღვაწეობის 50 წლის თავი. ამ იუბილეზე მოვიდა საქართველოს ბულბულთან, ქართული პოეზიის ავწივი და სიყვარულით უსურვა. სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა. 1912 წელს 72 წლის პოეტმა 10 დღით იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. ქუჩაში ეტლით მიმავალ პოეტს ხალხი ოვაციებითა და ტაშით ხვდებოდა თურმე. მშვენიერი სანახავი იყო მგოსანი თეთრით მაწვერით. ისტორიული კადრები კი რეჟისორ ვასილ ამაშუკელმა შემოუნახა საქართველოს. კოლხეთის მიწასაც ესტუმრა მაშინ აკაკი. სამახსოვრო ფოტოც გადაუღია იონა მეუნარგიასთან ერთად. ქალკის არზეემი დახვედრია. მოურთავთ რკინიგზის სადგურები ყვავილებით, ნიკოლაძის კოშკი. ეს საუკუნო მოვლენა იყო ფოთელებისათვის. მისი ჩამოსვლა სახალხო ზეიმს დაემსგავსა. მთელ ქალაქს განსაკუთრებული სიყვარული გამოუხატავს მხცოვანი პოეტისადმი. დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ შენს მიწას მიმაბარეო.
სისხლის სიყვარული, ბედთან ჭიდილი. დაღლილი პოეტის გაცრეცილი თვალები და სასანთლეზე ჩაფერფლილი ცვილის უკანასკნელი ნათება. აი ყველაფერი ის, რაც პოეტს მთაწმინდაზე აიყვანს. თვალცრემლიანი ალბათ უკანასკნელი რუდუნებით უჩურჩულებს მას. სნეული დაუბრუნებულ ვარ მკურნალად შემეყარეო. ბოლო წუთებშიც პოემა ომს ჩალხავდა. თურმე კალამი ხელიდან გავარდნია, სტრიქონები დაუმთავრებელი დარჩენია. ხორცს გავწირავთ რჯულისათვის, მაგრამ მტკიცეთ ვიპყრობთ სულსო. მივენდობით ქრისტე ღმერთსა და იმისგან სასწაულსო. მამა დავითის მთამ სიყვარულით მიირქვა გულზე. როცა ეკალში ობლა დარჩენილ ვარ შენიშნავ, როცა აღმართ თითქოს გოლგოთას მიუყვები და ფეხ ქვეშ მიწას ვერ გრძნობ. სასწაულია, როცა ცისარტყალას ფერებში საქართველოს ერთიანობას ხედავ, ხან მიწისა ხარ, ხან ცისა, ხან გარემოების საყვირი და კიდევ საყვარლის საფლავში უფალს განჭვრეტ. ამას აკაკის ღვთიური პოეზია შეგვაგრძნობინებს. ეს არის სასწაული. ყოველი ამის შემდეგ მართლაც ისად არის მგოსნის სული. სამგან გაქვს ბინა, სულიკო.